მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ჩვენ სულგანებული შევწყვეტით მიმდინარე ჩემს შოულიურ ხარაში გურიაში და ჩვენ ხედავთ როგორ შრომობს და იღწვის ჩვენი ხელისუფლება აი ამ ძიმე სტიქიონის შედეგების ლიკვიდაციისთვის და ხალხის დასახმარებლად სამწუხაროდ ვიცით რომ არის ხერფლი ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ იმედი მაქვს რომ გურიაში ყველაფერი კარგად იქნება. და ამ იმედს მაძლევს მობილიზაცია, რომელიც ჩვენს ხელისუფლება აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ ჯერზე იყო, რა თქმა უნდა, ლეშის ჭამელების კონცენტრირება და მე შევატყე რომ ამბობ დროს ახლა ისეთი ინტენსიური სახე ამას არ აქვს, თუმცა მაგრივ ფონს არა ვართ გასული და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უბრალოდ ჩასაფრებულია ქვეყანას რამე დაემართოს და შემდეგ თანათი ბენზური პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ვიწყებთ ახლა ჩვენს გადაცემას, უგულავა გავუშვათ პირველი. მე სხვანაირად უყურებ, მე არ უყურებ იმას, რომ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებს ივანიშვილი დანიშნავს. არა, ივანიშვილი დაემხობა და საპარლამენტო არჩევნები იქნება მერე. ივანიშვილი არანაირ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს და თუ დანიშნა, ის არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვ, ის იქნება მორიგი მულაში. აქედან იმიტომ რომ ამათ აქვთ ესე ის რო არის ხო იცი თივა და როგორ დაემხობა მაშინ ეს მაინტერესებს როგორ გითხრა ეკა როგორ დაემხობა დამხობის სცენარი არავის არ დაუწერია არსად და დედამიწის ზურგზე არ არსებობს წინასწარი დამხობის სცენარი კი დაწერილია აკერმანის სახელმძღვანელო რომელსაც მიყვებიან ეს და გარდა ამისა ყველა რევოლუცია წინასწარ დაწერილი სცენარით ასკა სპონტანური რევოლუცია ის ეგრეთ წოდებული სპონტანური რევოლუციები არაბული გაზაფხული რო ეგონა ვიღაცას მავანთ სპონტანური რევოლუცია USAID-ის დაფინანსებული ყოფილა თავიდან ბოლომდე უამრავ ქვეყანაში კარგი არ ეთყობოდა ხო უამრავ ქვეყანაში და სამ ქვეყანაში ხო რო დავიწყოთ ახლა ნახე ძალიან სიმპტომატურ და ისეთ მნიშვნელოვან რამეს ამბობს მე ეს მახსოვს დაახლოებით განსაკუთრებით 2013-2014 წლიდან ეს ნარატივი გაძლიერდა რადიკალური ოპოზიციის აგენტურის მხრიდან რომ ბიძინა ივანიშვილს თხოვდნენ ძალიან საინტერესო რამეს ჩვენ შენ ვერ მოგერევით რაღაცა დემიურგად წარმოაჩენს ჩვენ შენ ვერ მოგერევით ამიტომ შენვე დაიმხე შენი თავი და ჩვენ მოგვაგებინე ეგეთი მოთხოვნა ესე იგი დაპირისპირებული მხარეს იქიდან ნუ წარმოუდგენელი რაღაცაა რა და ეს ნარატივია ზუსტად ეხა რომ ჩვენ ამ არჩევნები ეხა რომც დაინიშნოს ეს არჩევნები ხო ეხა რომც დაინიშნოს არჩევნები აზრი არ აქვს იმიტომ რომ მანამდე ესე იგი თუ გახსოვთ ისვედი რო იყო და ეს ევროპარლამენტარები გაყიდული ხალხი, რომლებიც ამბობდნენ საბოლოო ჯამში იმას, რომ ჩაატარეთ მანამ არჩევნები, სანამ ჩვენი კანდიდატი არ გაიმარჯვებს რა. ჩვენ ვინც არ გვინდა. ჩვენ ვინც გვინდა, სანამ არ გაიმარჯვებს, მანამდე ატარეთ რა არჩევნები. მნიშვნელობა არ აქვს ეხა გაყალბდება, არ გაყალბდება. გიგი უგალოს ეს ამ ნარატივს აგრძელებენ, რომ არ რომც ჩაინიშნოს რიგარეში არჩევ, ჯერ ხო ეგ ხო სისულელია რა, უნდა ჩაინიშნოს ამას. მაინც აზრი არა. მაინც აზრი არა. უნდა დაემხოს ჯერ. ოღონდ ჩვენ არ უნდა დავამხოთ. და სცენარი არ ვიცით. სცენარიც არ ვიცით. აი რაღაცნაირად მოხდეს ის რომ ამერიკელები ვეღარ ამხობენ. ალბათ ესტონეთი დაგვამხობს და ლიტვა ლატვია რა. ლიეტუვა. ნაცების მოტივაცია ყოველთვის ეგა ნაცებმა ამდენი წლის განმავლობაში პრაქტიკაში რაც ნახეს არის ის რომ არჩევნების გზით ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებაში აღარ მოუბრუნებს არც ერთ შემთხვევაში შესაბამისად რჩება ერთადერთი ეს რევოლუციური გზა რომელზეც კიკი უგულავ არის ალბათ უკანასკნელი სპიკერი მაგრამ ყოველთვის ამის არჩევანი ძალიან კომიკურ სპიკერებს გახსოვს ერთ-ერთი ყველაზე სასცილო სპიკერი ვინც ხელისუფლების დამხობაზე გააკეთა პირველი კომენტარი სხვა შორის თავისუფლებაზე რო გამოვიდა ვანო მერაბიშვილი ფაშიზმზე რო თქვა მაინკამს კითხულობ ეგ ძალიან მაგარი იყო ერთადერთი რაც აციტირა ციხეში 5 წლიანი ყოფნის მერე რომ ჰიტლერი ძალიან საშუალო დონის ტიპი გამოვიდა თუ არა პირველი კომენტარი მედია რო გიწყდა იყო რომ ხელისუფლების დამხობის მოწოდება გააკეთა ხო ნუ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ერთადერთი გზა ნაციონალური მოძრაობისთვის ყველა მათი მხარდამჭერი ლიბერალისტვის და ლიბერალისტვის ხო უბრალოდ ეს არის შეუძლებელი მოვლენა ამ ქვეყანაში და მეც რა მაინტერესებს იმან რომ ჟურნალისტმა რომ გააწყვეტინა ვინჯ და ვერ დავინახე კაბატონი მიშველაძე მიშველაძე
რო გააწყვეტინა მაგდროს რაღაცა მეტაფორის მოხმობას ცდილობდა გიგი თივაო. აი გეტყვი. ავშენიას რა იყო? სტაფილოზე არის ესა? თივა აერია, ვის წინო სტაფილო აქვს და იმ სტაფილოს მერე მიდის, მაგრამ რა თქმა უნდა პარალელურად მოძრაობს სტაფილოზე და ვირის და შესაბამისად დაუსრულებლად მიდის. ახლობით ეს გულის. ორშენ გიგის მაგრა იცნობ. არა, მაშინ კარეტაზეც რო იყო, ხო, იციდიანის ამბავი, კარეტა, ხო, აი ეს. არა, ნუ ძალიან წირი ისა წარმოსახვის უნდა. სალომე სამადაშვილი. რა შეეხება სამშობლოს ღალატს? ნუ სამწუხარო ის არის, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი არალეგიტიმურია, თორე წარმოიდგინეთ ეს, რომ დარჩენილიყო როგორც ლეგიტიმური კანონი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ წინ რა გველოდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც დღეს ქვეყანას მართავს პირდაპირ საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ასრულებს პირდაპირ მოსკოვის დავალებებს. საბედნიეროდ მეგობრებო და მოდით კიდე ერთხელ შევეხოთ იმ რეზოლუციას, რომელიც უშიშროების საბჭომ კიდე ერთხელ მოვიდა, არა ანსამბლეამ, სადაც მეორე 1000 გვარი ქვეყანა, არამედ 10 ქურდების კლუბი რო არის. კაიროში უშიშროების საბჭომ მიიღო. ეს არ არის, რა თქმა უნდა, უკრაინული რეზოლუცია. იქ არის ძალიან მარტივი ტრამპისეული დაწერილი მშვიდობა ესეთი რეზოლუცია და ჩვენ ვიყავით ერთადერთი თანასპონსორი. და ამ რეზოლუციამ გაიმარჯვა, გაიტანეს, მიიღეს. უკრაინა ეწინააღმდეგებოდა ამას. საფრანგეთის დაითანხმეს, ხოთაშორის ეს რეზოლუცია ჩვენ დავასპონსორეთ, ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი ამერიკელების თხოვნით, დავალებით და ამერიკასთან თანამშრომლობით. რა ოკუპაციაზე ლაპარაკობს ეს ქალი ხალბატონი, რომელიც საკუთარ პირთაოს პოლიტიკაში უკვე დიდი ხანი აღარ უნდა ყოფნა და უნდა რომ განსაცვლის დიზაინერი გახდეს. თქვა აგრეთვე თავისი პირით ყვებოდა როგორ დადიოდნენ ის და მისი ამ კრიმინალის თანაშემოქმედები სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებში და ცდილობდნენ რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რაც უახლესი პერიოდის ღალატის საუკეთესო მაგალითზე იწყება გიორგი კანდელაკიდან და მთავრდება სალომე სამადაშვილით, ხო? გიორგი კანდელაკი კი მეცნობა, მაგრამ რომელი არის რო არ წარმები რო შეერთებული. ეგ არის. ეგ იყო სხვა შორის, აი როგორც ის სერიოზი, აი ავანგარდში რა, ღალატის ავანგარდში, იმიტომ რომ მართლა მაგრა დარბოდა. თვითონ ევროპელები წერდნენ, ჩიოდნენ, რომ სტამში გვაქვს უკვე ამის ხო, ესეთი მაგარი ჩვენ არ გვინდა. მესიჯები, ამის მეილები, სადაც ითხოვდა საქართველოს დასანქცირებას უკვე იმდენია რომ სპამში გადადისო რა. ხო და ანუ ეგეთი მაგარი ჩვენ არ გვინდა მონიჭების ჩაგდების მცდელობა ოპოზიციონერების მხრიდან რომელიც აგერა სამომსავალოში აღიარებული არის და ჩვენ არაფერს არ ვაპრალებთ ან ინტერპრეტაციას არ ვაკეთებთ პირდაპირ ვამბობთ რაც ფაქტი თავად მოვა. რეალურად ქვეყანაზე მარტო იმიტომ იყო რომ ეს არ იყო სიტყვაზე ის რომ დაუშვა რომ ამითი ოპონირება მოახდინეს ეცადნენ ხელისუფლება დაესუსტებენ და კანონს თავზე ეკუთვნოდა პირდაპირ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას და მის კეთილდღეობას. ანუ ეს არ იყო კეთილდღეობა, რომელიც ხმარდებოდა მთავრობას, ეს იყო სახალხო კეთილდღეობა. და ამის საბოტაჟს ცდილობდნენ ეს ადამიანები, მაგრამ ღალატს თუ შეგვიძლია ჩვენ რამე დავარქოთ უახლოეს 2 წელიწადში იყო ეს. აი, მაგალითად ყველაზე გამოკვეთილი რევოლუციის ცდილობებში რომ კიდე გვერდით დამტკიცა რომ გახარია, რომელიც გადადგდა და რითაც კრიზისი მართლაც ეს კრიზისი კი არა, მართლაც სერიოზული კრიზისი გახსოვთ ბიჭებო. კი, რა თქმა უნდა. ეს იყო ძალიან სერიოზული და ვაღიაროთ საბედისწერო შეიძლება ითქვას კრიზისი საქართველოს სახელმწიფოსთვის, ხო, ხელისუფლებისთვის. გადადგა მოულოდნელად პრემიერი და შემდეგ უკვე აღმოჩნდა ოპოზიციაში და შემდეგ უკვე ამზადებდა გადატრიალებას ხელისუფლების შეცვლას მოქმედებდა აი ამ სხვა აგენტებთან ერთად აი მაგალითად გახარია რომ მთელი ეს ჯაჭვი რო განვიხილოთ და მე უცებ რომ დამტკიცეს რომ ამაში ფულიც აქვს აღებული და უცხო ძალების ხარდაჭერილია რა თქმა უნდა არის სამშობლოს ღალატი და სისხლის სამართლის საქმე მოდი პირდაპირ რა თქმა უნდა და ეხა რასაც ვლაპარაკობთ აი ნახე სალომე სამადაშვილზე ერთი რამ გამოგვრჩა ანუ საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანასო და ხო კიდე რო კითხვები დავსვათ აი მე მანამდე
დისკურსულად წამოჭერი ეგ საკითხი, რომ აი აქციაზე მდგომ ხალხს დღეს რაღა მოთხოვნა აქვს. მათი ლეგიტიმაციის წყარო იყო ამერიკა. როდესაც ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს იღებდნენ, ჩვენ გვახსოვს წინა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეკავს ტელეფონზე, რომ უცხოეთთან თუ არ მოგვახმართ რაღაცა message box, მანამდე დარხეული გვაქვს, იმიტომ რომ ისინი არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები, ან ჩვენ შიდა ლეგიტიმაცია არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვარსებობთ მაშინ, როცა ამერიკა გვეტყვის. ამერიკა ეხა ამბობს, რომ USAID იყო ლუნატიკი პერვერტების ხაზი, რომელიც აფინანსებდა 1000 ვარ სისულელეს მილიარდი დახარჯეს უკრაინის გაატრიალებაზე, სადაც რეჟიმ შეიძადეს და აი ეხლა რაღა არის საოკუპაციო რეჟიმი, იმიტომ რომ ამერიკა ამბობს, რომ უკრაინა რომელმაც ამდენი ფული დახარჯა ერთი რომ ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფული მოიპარა მერე ჰუმანიტარული იარაღის დახმარება იარაღის ბარიგებად გადაიქცნენ და ყიდნენ მექსიკურ კარტელებში იპარავდნენ ფულს ასევე ზელენსკის უნდა აერიდებინა ეს ომი არ უნდა დაეწყოთ ამერიკა ირიბად იმპლიციტურად ისიც გააკეთა რომ მე ვეთანხმები ბუფერების იდეას მე რასაც ჭირდება იქ რომ ვინმე ჩამეწილოს დედას უტირებს შესაბამისად ნატოს გაფართოება რომ ხალხს დავაჯერეთ აღმოსავლეთ გაფართოების იდეა იყოს სისულელე ქიმერა და ხალხს რომ დავაჯერეთ ის რომ უკრაინა იგებდა ომს ეგეც სისულელე ეხა რაღა არის საოკუპაციო რეჟიმი მიხარი ამერიკის შეერთებული შტატების გაეროს წარმომადგენელი ელჩმა გამოიტანა რეზოლუცია სადაც არ არის მოხსენებული აგრესორად რუსეთი. კი ბატონო, ეხაც მე სხვა რამე მაინტერესებს. კი ბატონო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, როცა შავზე თეთრს გვიმტკიცებდნენ, ევროკავშირი. ვიყავით საოკუპაციო რეჟიმი მოვალატები. ანუ ტრამპი და ეს ადმინისტრაცია დღეს რასაც ლაპარაკობს, იმის მეათედი არ გულაპარაკია და მაგაზე გვეძახდნენ მოვალატეებს. პასუხი ევროკავშირი. კარგი, ეხლა მაშინ ეგ მაინტერესებს, აი ქართული ლიბერალები. ევროკავშირი გვითრაგებს. შეხედე, ქართული ლიბერალებისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანი გინდა ცვლადი და რომელი უფრო მნიშვნელოვანი აღნიშნელი, ესე იგი ევროკავშირი, ზელენსკი თუ ტრამპი? ევროკავშირი უკვე. არა, ზელენსკი ტრამპი დაკარგეს. სად ამერიკა? ტრამპი დაკარგეს. ამერიკა? ხო, მაგრამ დაკარგეს და არეპუებიან. ეხლა რაც დარჩათ იმას ებრაუჭები არა. სანამუსი ხო არა. რაც დარჩათ რა ზელენსკი არის გამოცხადებული იმის ესე იგი იმის ბეჭი ყოფნას ალბათ კატარი არის სულ არავინ არის სულ გურამ ნახე ზელენსკის მე არ ვიცი რა გადაჩენს გამოუტანენ მაგრამ არესტოვიჩი მოხდეს ეგეც არის არესტოვიჩი ამბობს რომ აგერ კამპანია დაიწყო რომ მე ციხეში გამოვალპობო მთელი ცხოვრებაო თვითონ უკრაინელები ცალკე რუსები ცალკე ამერიკელები ცალკე ვინ აღარ ედავება რა ყველა ციხით ემუქრება თან ხო და ზელენსკი არის ჩვეულებრივ დისკრედიტირებული ნუ ზელენსკი ევროპაში ხო არ არის ევროპაში ხო არ არის ბიჭო სადამდე გაუკაჩავს ეხა ევროკავშირზეა არა მამა შეიცვლება კაცო არა მე რაღაცა დაპირდა რომ შეუცვლიო მე ზელენსკისო და მოდი გავუშვათ მეგობრებო ლაშაბუა შეიძლება ირონია ჩამითვალოთ, მაგრამ რეჟიმი არ არის კარგად. იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ახორციელებს წნეხს. წნეხია. ხმალინდელი დღეც არის წნეხი, დღევანდელი დღეც არის წნეხი და ასე გაგრძელდება. იმიტომ რომ არჩევანი არა გვაქვს სხვა. ბუნებრივია რომ ქართული საზოგადოება და ასეთი არის ეს საზოგადოება, დამატებითი თარიღები შეიძლება გაჩნდეს, დამატებითი მოტივაცია შეიძლება გაგვიჩნდეს, თუნდაც ესეთი როგორც თქვენ კრეატიული პროტესტისათვის, იმიტომ რომ გაზაფხული სავსე არის ასეთი სიმბოლური და ისტორიასთან დაკავშირებული თარიღები და ხვალინდელი დღეც ასეთია. ამიტომ ბრძოლა ხანგრძლივი ბრძოლა, ბაშა. იცით რა არის, ზოგჯერ ხო არის ასეთი თქმა, რომ თქო ისტორიაში შეიძლება რამდენიმე დღეში რაღაცა მოხდეს და შეიძლება რამდენიმე წელიც არ მოხდეს ის რაც შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში რამდენიმე დღეში. მამაზე ძლიერია ეს აშკარად. სხვა შორის მართლა ოღონდ ესე იგი ლაშა ბუღაძე არის გამოხატულება და ილუსტრაცია იმისა რომ ზოგადად ეს 90-იანების ლიბერალები პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში რა კვაზი სუროგატი იდეოლოგიებიც მივიღეთ გამოხატულება იმისა რომ არ აღიარებდე რეალობას აი ეს გრძნობად ობიექტური რეალობა რაც არის სრულ რეჯექტს უკეთებდე და მხოლოდ შენი რწმენით გჯეროდეს რომ აი ეს ესე უნდა იყოს თუ თეორიები თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მით უარესი ფაქტებისთვის რა მართლა ფუკუიამას პერიოდში არიან ჩარჩენილი სადაც კიდე გონიათ რომ
საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამერიკა არის თავისი ლიბერალური დემოკრატიის გამავრცელებელი და ეს არის ერთადერთი იდეოლოგია. სხვა ცივილიზაციურ ცოდნას არ აღიარებენ და ეს არის უბრალოდ ეხავს რა მართლა ეგრეთ წოდებული ინტელექტუალურ ელიტად თუ რადითულებიან არ ვიცი ამის დასრულების დროც არის. ჩემი აზრით აქ არის ძალიან მარტივად საქმე, ჩემო მეგობრებო რა. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპიროს ორგანიზაციული ცვლილებები ქართულ მოძრაობაში. მაგალითად დღეს შევიტყეთ, რომ იცვლება თეატრის კანონი. თეატრის კანონში თეატრის დირექტორს ეკისრება მთელი უფლებამოსილება და ეგრეთ წოდებული პოსტი სამხატვრო ხელმძღვანელისა, ხო? ისეთ დიდ დატვირთვას აღარ ატარებს, იმიტომ რომ ესე იყო ყოველთვის და ეს არის სწორი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომელსაც არ ეხებოდათ ფინანსები, რომლებიც გავაფეტიშეთ და აი ლიბერალური ტუსოკა ხშირად ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებით მოსარგებლე კონკრეტულ ადამიანები ვიცით აგერ დღემდე გრძელდება დოიაშვილი მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა აუშენა ხო დღემდე გრძელდება დღემდე მარტო ის კი არ გრძელდება რომ ეს ადამიანი კიდე პოსტზე არის ბიძინა ივანიშვილი პენსიის სახით რასაც უხდის ეგრეთ წოდებულ დახმარებას რასაც აძლევს ან მანდ არიან ადამიანები ვინც დღემდე დგას აქციებზე და თან პულსი პროტესტობს რეჟიმს. კი. და თან პულსი ხებს რა თქმა უნდა. შესაბამისად. მე მაგარი მორალური საქციელი. შესაბამისად, მეგობრებო, მოდით ესე ვთქვათ რა, ეს ხო ჩვენ ყველაფერს გავინახეთ და ხედავთ ამ ყველაფერს. ამას როცა ორგანიზაციულად შეიცვლება, მოყვება აი ამ კლასის ეგრეთ წოდებული სამხატვრო ხელმძღვანელების გაუქმება. პირდაპირ არაფერი სიკეთე ჩემი აზრით არ მოუტანია მივიღეთ გაფეთიშებული უნიჭო ადამიანების პრივილეგირებული ადამიანების რაღაც გარკვეული ხშირად მოღალატეების როგორც დოიაშვილის შემთხვევაშია ის რო არის თავაძე ვიღაცა უკაცრავად ნიკუშა ეგ ალბათ ხელმძღვანელი ხო ასე დათა ხო მე ხო ის თეატრი ვინ არის ისა დათა თავაძე ნიკუშა მამამისია თუ არ ვცდები ხო ნიკუშა მამამისია ბუდიში ამ დინასტიაში კარგად გავერკვევი და ისე გეტყვი თუ 1000 ბოდიში. მოკლედ, აი ასე უნდა მიუდგეთ რაღაცეები. ხო გავკასდა 5000 ლარი ხო არის ჯარიმა. მურჩა გადახვალ უნდა იცოდე რომ ხატია დეკანოიძე. რატო? ძალიან მაგარს ამბობს. ძალიან მაგარს. ჩვენს უკან არის სამშობლო. ჩვენ რო შევწყვეტოთ ბრძოლა, უკრაინა გადაგურდება. ამიტომ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს თავიდან თუ შეიძლება ჩვენს უკან არის სამშობლო იმ კაც შევხედე. ჩვენს უკან არის სამშობლო. ჩვენ რო შევწყვეტოთ ბრძოლა, უკრაინა გადაგურდება. ამიტომ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ან აკი რუსეთის ჯარს აქ ეხლა მე მაინტერესებს აი კაუზალობა, მიზეს შედეგობრიობა რანაირად ეს და ის აი ჯერ თქვათ ესე იგი უკრაინაში რუსეთის ჯარი არის შეტევაზე აქ სტრატეგიული ინიციატივა ტრამპი აქედან უტევს და უკრაინა არის კატის დღეში უბრალოდ უკრაინას მე მგონია თავის ხალხს რაც აჯერებს ეს ეუბნება რომ ამ შენი იქ დათაშხიაში როგორც არის იქ რო გათხრი იქ ამას აჯერებენ ხალხს შენი 500 კაცი ქსიარულით ტაგანის სადესანტო დივიზია და დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ორივე გაიგებს რომ ხატია 500 კაცი ნაცი ლიბერდევილი დადის ქუჩაში და გაანებებენ თავს. მე მგონი აქ მისტიკასაც აქ ადგილი და მოქმედებს. ხო, გარკვეული მეტაფიზიკურ ჩარევა არის. ეზოთერული ძალები მოქმედებენ. ხატია დეკანოიძე თუ მარშირებას შეწყვეტს, გაჩერდება უკრაინის ბრძოლის უნარიანობაც? კი. ეგ არის? დაახლოებით. კარგი, გადავიდეთ შემდეგს. რატია მაგომდეგზე? ძიმე ონტოლოგიურად ძალიან ძიმე იყო ამის მოსმენა. და მე იმი რომელიც სულ საუბრობს აბსტრაქტულ მშვიდობაზე, ომს უცხადებს თავის საზოგადოებას. ძალიან კონკრეტულ მშვიდობაზე არის. ახალგაზრდებს, მოხუცებულებს, ყველა თაობის ადამიანს, ყველა პროფესიის ადამიანს და განსაკუთრებით ერჩის ახალგაზრდებს. კი. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ რეჟიმი ბებერია და აი ლაშა მახსენა, რუსეთი როგორც წესი თებერვალში აქტიურდება ოკუპაციის მიზნით. როგორც ეს უკრაინაში ერთი დღე ააცილა საქართველოს ოკუპაციას ამ შემთხვევაში ერთი დღით ადრე დაიწყო ფაქტიურად. ნუ აი ეს აბა აგვისტოში რა ხდებოდა კაცო? აგვისტო რანაირად თუ თებერვალში აქტიურდება მარტო? ესეც იმ ოპერიდან არის მეგობრებო, აი ურთიერთ კაუზალური კავშირი რო არის რა.
ეს მეგონი ერთი კურსებია, ხო, კაუზალური. ერთი ძალიან კაი ლექსი არსებობს ამაზე და ბუღაძეზე უბრალოდ ეთერში არის. ეს მომენტი ძალიან კარგად სცემს რა პასუხს, რომ სადღაც სხვაგან თხრიან და იქ რეზონანსი იქით ეკნება რა. ხო, არა. აი, ოღონდ ამას იქ როგორც ხალხს აბოლებენ და აჭმევენ ამას, აქ სალომე ზურაბიშვილის ცნობილი ციტატი, რომ სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, ხორცი შეასხა რატი ამაღლობელმა? მაგას ამბობ შენ? ცოტნე კოპერიძე გავუშვათ. და ბარემ სალომე ახსენა და სალომე გავუშვათ. სალომე გავუშვათ კი ბატონო. გვაქვს სალომე? ხო, გვაქვს. ვინც დღეს აქ მოვიდა? აკა. და მოკებულიენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი. დავიტანე. მართლაც მეხოტბე და ერთგული. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე. გააჩერეთ სპეკულიანტი, გააჩერეთ, იმიტომ რომ ბაბუამის ისად იყო ამ დროს როცა ტაბახმელაში ბრძოლა მიდიოდა. ეგ საკითხია, როგორ გაიქცა დროებით მთავრობა, ჩვენ ისტორია კარგად გვახსოვს და დროებითი მთავრობის და აი ასეთი ბაბუების ამბავი ძალიან კარგად ვიცით და რა მოხდა და როგორ და რო შეეწინენ ის ახალგაზრდები ბავშვები ესენი ამ დროს ბათუმში იყვნენ უკვე თუ არ ვთქვი ამ გემზე და არ დახვდა არც ერთი მთავრობის წევრი არ დახვდა მტერს გატოვა ქალაქი გაცილებით ადრე ვიდრე ესენი უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გადაეშვებოდნენ და ნამუსი არ ყოფნის უბრალოდ ეხლა ნუ ხო თავს მიიჩნევს რაღაცნაირ შთამომავალ რა რაღაცნაირ პირხებ შთამომავალი არა შთამომავალ პირდაპირ კი მაგრამ ისი შთამომავალია ბრძოლის თუ ხალატის ნუ კი ბატონო ალეკო ელისაშვილი ხალატზე ეს გამახსენდა და გაუშვით ოდო არა ეხლა გინდა ფარა გადმოთარგმნა მეიღო გინდა კამასუტრა დაამტკიცონ იმაში რა ქვია ვიღაც საკანონმდებლო აქტად რა მნიშვნელობა აქვს აი ეს ვიღაცა თვითაღიარებული გაუგებარი ხალხი მართლა ფიზკულტურის დარბაზად რო გადააქციეს იქაურობა ხო ვინცად მე რაღაცა რკინა აწია და იჯაჯგურა ყველანი იქ რა ის ფარა უნდა განიხილონ იმათ მაგრამ რა უნდა განიხილონ საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს რას მიიღებენ და რას არ მიიღებენ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს არის დროებით შეერეკილი ხალხი ხელისუფლებაში რომელიც აუცილებლად უნდა გაუშვათ და ამათი გაშვების წინაპირობა ის რომ ჯიუტად ფეხი არ უნდა მოუცვალოთ უნდა ვიდგეთ უნდა ვაპროტესტოთ უნდა ვიბრძოლოთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა უნდა იდგეს სად უნდა იდგეს რა უნდა ამას წინათ სხვათა შორის ერთი ახალგაზრდის ციხეშიძის ძალიან საინტერესო დანაშაულზე სპეციფიურზე თოვლის გაქირავებაზე ხო თუნდაც რომელზეც უკვე არავინ თვითონ შიგნით ნაცებიც არ დაობენ რომ ჩადენილი აქვს ეს დანაშაული და აიძახის არა მაგრამ სამაგიეროდ ნაცების მოსაწონ რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზს აკეთებდა და ამიტომ ჭუჭუებით კი ბატონო გაქირავება ცოლის მოსულა მოდი ესე თქვა რა მას აქ დაწერილი და გაყიდვა თორე ახლა სულ თოხმასე მოსწორდება ციხეში რომ მოხდიო ახლა მე მივხვდიო რომ მე ფეხებზე დამიგეს ანუ ვიღაცა სასრიალოდ წავიდა ვიღაცა დასასვენებლად ვიღაცა კურორტზე და ანუ აი მეო ციხეში ვარო ამას რა ეგონა რომ ეს რომ მოხდებოდა მისნაირი ტიპები ციხეში რომ მოხდებოდნენ გაჩერდებოდა საქართველოს და შეჩერდებოდა ცხოვრება აი ესეთი ნარცისი როგორ უნდა იყოს ეს ანუ თავის თავზე შეყვარებული ისეთი ხალხი დაიჭირეს ეხლა არ მინდა სახელები და გვარები თქვა და ისეთი ხალხი არის ციხეში რომ მართლა გიკვირს იყო და არის და იქნება ციხეში რომ გაგეკვირდება მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მიდის ესენი რა აკეთებენ ისეც რა ბრძოლა აქვს იცი რომ თუნდაც გარეშე სხვა ადამიანი შეწუხდება ოჯახის წევრი უახლოესი მეგობარი თორე კარგი ხლა აი ეს არის ნარცისიზმი რა ადამიანის რომელსაც მიაჩნია რომ თვითონ თუ დაიჭირეს უნდა გაჩერდეს გაიყინოს ყველაფერი რა ეგ ციხეში ძალიან ცუდი ამბავია გრიგოლ გეგელია გავუშვით ის კი არ გვაქვს ხო რაღაცა უნარი როგორც სახელმწიფოს რაზეა ლაპარაკი ეს არის კატასტროფიული ხელისუფლება რომელიც არა მარტო ღალატობს ქართველი ერის არჩევანს რუსეთის დავალებით არათუ ემსახურება რუსეთს არამედ საკუთარ ერს ელემენტარულ სერვისებს ვერ სთავაზობს და რომელ ყოველდღიურ ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთოდ საუბარი როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არის მაგნიცკის სიაში შეყვანილი და სანქცირებული და კრიმინალების და ტერორისტების გვერდით და ნაცვლად იმისა რომ ეხლა ევროპას გააჩერეთ უსამძიმრებთ ჩვენი სახელმწიფო შინაგან საქმეთა მინისტრს რომელსაც დიდი შრომა გასწია ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად გარდაცვლილი ყავს ოჯახი ღმერთმა გაანათლოს სული ისი თოლის ძმა ყავს ხო გარდაცვლილი და
ამ არარაობას ვეთქვი პირდაპირ. მე ძალიან მიტყდება რომ არა ვარ აი ამ სიაში. ეს სია იყო ლიბერდებილური ამერიკული დაჩაჩანაკებული გამოშტერებული პრეზიდენტის შეაჩეჩეს და გააკეთებინეს აი ამ ლობისტებმა ნაცების და ჩვენი ქვეყნის დაღუპვის მომხრეებმა. ეს სია გაიფანტება როგორც გუშინდელი თოვლი რა, შაშანდელი თოვლი. და ესე ამის იმედი აქვს ახლა? ამის იმედი აქვს? ეს ხო აი ნუ გეგელია გრიგოლი რა, კარგი და არ არსებობს. გრიგოლ გეგელიას გაქონდეს ბოლო რა ვიდეო გავუშვით? ბიჭებო გახსოვთ გრიგოლ გეგელიას ვიდეო? შენებლობიდან გამოაგდა. პარაშუტიდან რო ეშვება, გახსოვთ? ჩემ კი იმარ ჩემ ფავორიტი მაინც ისა ერთხელ გადაწყვიტა რომ კამერის წინ ვიკაცებო რა. ანუ ეგ კამერის წინ კაცობა ხო? ოპოზიციის ის არის რა ქვია, კრედო და ამას გაზო კამერის წინ ვიკაცებო ახლა პანჩურს ხო არ ამომარტყა კამერები მიიღებს. შენებლობაზე მივიდა რომ აქ მე ის ვარო პოლიტიკოსი ვარო, დეპუტატი ვარო რა. ამოვარდა და იგეთი გაბინძურება ადამიანის იშვიათად. ნუ იქ მანამდე კინტო ის იქ რომ მივარდა რა ქვია. მუშებს რომ მივარდა. მეგობრე ხო გახსოვთ ეგ მუშებს რომ მივარდა ეგ კაც ტრაქტორის კაც რო ეშხუბებოდა ეს ელის არაფერ შუაში ვარ ეს არა ნუ ხო ნუ კაი და 70 წლის კაც რო 77 წლის კაც რო ხელი დაარტყა კუტაბიჭი გავუშვით ცოტა კოპერიც ჩვენი ქვეყნის კონფლიქტებს და ომს ესე აბაიბურებდა და ესე შეიძლება გვესაუბრებოდა 2008 წლის ომზე რომ თითქოს არაფერი და ესე აბაიბურებდა იმ გვინას რომელიც რაც ომში დავკარგეთ რომ ესე იგრძნობოდეს რომ თითქოს აქაც ვიღაცას გულის სიღრმეში უხარიათ რომ უკრაინის ამბავი გონი ისე არ თავდება აი როგორც თქვენ გეკონათ და ხან ახე რუსეთს და თითქოს ეს მე უნდა მიხაროთ და თითქოს ქართველს ყველაზე მეტად არ უნდა მესმოდეს ეხლა უკრაინა რა დღეშია თითქოს ქართველი ყველაზე მეტად ვერ უნდა გძობდეთ როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს კარგად შვიდად ცხოვრობენ მათ შორის შეიძლება დასავლეთშიც ვერ გძნობდნენ ჩვენს ტკივილს ჩვენს გაჭირვებას და ნიშნის მოგების რო კი არ არის პირიქით მეგობარი რო გასაჭირში გამოიცდება ეგრე უნდა გძნობდეთ რომ ჩვენ ეს ყველაზე კარგად გვეს ისრაელს როცა რუსეთთან შეიძლება დარჩა ყველაზე მარტო ეს კუტაბიჭი მეგობარია უკრაინა ჩვენი უკრაინელი ხალხი შეიძლება მაგრამ უკრაინის ხელისუფლება არის ჩვენი მტერი იყო და არის სალამეს ხელისუფლებაა და იმედია უკრაინელი ხალხი მალე მოიშორებს ამ ხროვას უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ აფხაზეთში გაისენით და ტრუპებში შეგვეხიდეთ ხო ამბობდნენ ძალიან ბევრნიდან ეგენი არ გვადებდნენ სანქციებს რას ნიშნავს იქ როგორ შეიძლება უკრაინის ამ ხელისუფლებას ჩვენი მეგობარი უწოდო უკრაინის ხელისუფლებამ შეიყვანა ჩიხში და საშინელებაში დამნაშავეები ყავდათ ლიდერშიპს გამდენი წელი აქედან პირდაპირ გაქცეული სისტემა ეხლაც ყავს მეგობრობა შეიძლება დავარქვათ ოღონდ ეგ მეგობრობა ცალმხრივი იყო ჩვენი მხრიდან მხოლოდ და ხო რა იქით ამ მხრიდან არ მოდიოდა მეგობრული იგივე ფიდბექი საკითხი რეალურად ცირადაც რომ მთელი ამ 3 წლის მანძილზე ეს ადამიანები ქმნიდნენ იმ ყალბ რეალობას, რომ რუსეთს ყავდა დაჟანგებული ტანკები, ყავდა დრონები, რომელსაც ბებიები კომბოსტოს წნილებით აგდებდნენ. რაკეტები უთავდებათ. ხო, რაკეტები უთავდებათ. დანაკლისი აქვთ იმ ხელა და მსხვერპლი აქვთ იმ ხელა, რომ ვეღარ გააგრძელებენ ფიზიკურად თავდასხმას. 3 წელი ჩვენ ეს ცრუ პროპაგანდა გვესმოდა, რომელიც საფუძველშივე იყო ცრუ და უმეტესობა ამ ადამიანების, რომელიც ამ პროპაგანდის ავანგარდში იყო, იცოდა, რომ ეს ცრუ პროპაგანდა იყო, მაგრამ იმიტომ რომ ეს იყო დასავლური მედიის იმ მომენტისთვის ტრენდი, ამას მაინც ბოლომდე აწვებოდნენ. აი ეგ იყო პრობლემა მთავარი და არა ის, რომ რა ვიცი, უკრაინის დამარცხების სიხარულზე აქ არ არის საუბარი, არ უხარე უკრაინის დამარცხება. საკითხი დგას იმაზე, რომ ანუ როდესაც საუბარი მიდიოდა რომ ანუ ეს რუსეთის არმია არის მარტივად დამარცხებადი და ჩვენც კი შეგვიძლია როდესაც ეხლა უკრაინა ესე დღეში აგდებს რუსეთის მილიტარისტულ კომპლექსს აი ეხლა საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ შეუძლია იმისთვის რომ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს ეს იყო ომის პროვოცირების ცდილობა და ამაზე იყო საუბარი და არა იმაზე რომ უირა კარგი არის გახსოვთ კაცო აფხაზეთსა და ოსეთში ჯარი აღარ აკავდა აქედან დაარტყით გაიცეინეთ იქითო რა და მეგობრებო კიდე ერთხელ 3 წელი მიდის ზუსტად 3 წელი 3 წელზე 3 წელი და 2 დღე მიდის ეს კონფლიქტი. და ყველანაირი სახე გამოიცვალა, ხო? უტევდნენ რუსები, მე უკრაინელები, ხა რუსები სტრატეგიულად იმარჯვებენ და უტევენ და
უდიდესი მსხვერპლია, უდიდესი. დანგრეულია, რა ვიცი, უკრაინის ეკონომიკის 80%. და მხოლოდ ამერიკელების, მეგობრებო, ამერიკელების ფულზე არის იქ ციდოცხლის ნიშანწყალი. და ამერიკა ეუბნება ეხლა პირდაპირ კაცო აგერამოს 500 მილიარდიანი კონტრაქტი რეალიზეულზე. არაფერს არ არის. იშვიათ მინერალებზე და სხვა შორის ზელენსკიმ გასცა ძალიან საინტერესო პასუხი, რომ მე ამას ხელს ვერ მოვაწევ. 10 თაობა მაქვს. უკრაინელი ხალხის შემდეგ 10 თაობა უნდა იხადოს ეს ვალიო და რანაირად მე მგონია რომ ამ ომის შედეგები უნდა იწვიოს უკრაინელი ხალხის 10 თაობა. მეტმა. მან ტრამპის გუშინდელი თუ დღევანდელი განცხადება იყო, რომ ჩვენო უკრაინის რეაბილიტაციაში საერთოდ არაფერს არ გადავიხდით. ჯერისერთი უკრაინის რეაბილიტაციას რუსეთი თუ დაიპყრობს ამ ტერიტორიაზე ისეთი პირი უჩნს, რომ სადაც და BlackRock-საც აქვს თვალი დათქმული. განა, სადაც განა რუსი, დონბასი მთლიანად ან დონეცკის და ლუგანსკის ოლქი და ძალიან ბევრ ოლქს და ისინი დაიკავებენ, ხო? ცუდად არის საქმე უკრაინელებისთვის და ჩვენ ამას მე პირადად და ჩვენ ამას ომის დაწყების დღიდან ვამბობთ რომ ეს არ შეიძლება ვიცით ისტორია მე ასეჯერ ვიძახი არ შეიძლებოდა ბაიდენზე აქვს აქცენტი იმას ტრამპს მე რო ყოფილიყავ ეს ომი არ იქნებოდა იმიტომ რომ არ შეიძლება რუსეთის ასეთ კონტინენტურ სახმელეთო ომში მოგება და იცი რატო არის კიდე უკრაინა რატო ხანი ამდენ ხანი რომ ერთიანი ომის ჯიგარი და ნიჭი აქვს ამათ ორივე ამხრივ ერთიერია რა. დიდი მადლობა მეგობრებო რომ ვიყურებთ ჩვენ თვალყურსვადებით გურიაში მიმდინარე მოვლენებს ძალიან გუშრომატკივრობთ. მედია ყველაფერი კარგად იქნება, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ვინც ახლა რაიონში გვიყურებს სოფლებში, მედია თქვენც ასევე მშვიდობიანად გაგიცემდება, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებთ. მადლობა ყურადღებისთვის.